ეს არის საშინაო, ასე ვთქვათ, საქართველოში მომზადებული ფაქტორები, ვეღარ დავაბრალებთ ეს საგარეო ფაქტორებს, მე მგონი. უკვე სადღაც ზაფხულის მერე იქამდეც, მაგრამ ზაფხულის მერე მე მგონი უკვე თვალსაჩინო გახდა ეროვნული ბანკის ცოტა არალოგიკური ქმედებები, წინასაარჩევნოდ რაღაც გაუგებრად დიდი რაოდენობის დოლარების გაყიდვა და ასე შემდეგ, ცოტა რაღაც წინასაარჩევნო პოლიტიკური ელფერი დაკრავდა ამას ყველაფერს. ამის შედეგი იყო, ამის ყველაზე უფრო ცუდი შედეგი იყო ის, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისადმი ეჭვები გაჩნდა. მერე მოყვა ამას სულ ბოლოს, რაც ვნახეთ, ეს არის მთავრობის რაღაც ეკონომიკური ინიციატივების პაკეტი, რომელიც მე თუ მკითხავ კატასტროფულია პირდაპირ. აი თქვენ ეროვნული ბანკის ნაბიჯები ახსენეთ, ინტერვენციები იგულისხმეთ, როდესაც მან დოლარი გაყიდა. არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ეროვნულ ბანკთან ერთად ცდილობდა კურსი როგორმე ხელოვნურად დაეჭირა, ვიდრე არჩევნები ჩამთავრდებოდა. არის ამაში ლოგიკა თუ მაინც არასერიოზულია ამ მიმართულებით? მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო мотиваცია, რომ კურსი იყო მთავარი ფოკუსი მთავრობის და ხელისუფლების, რომელსაც ძალიან ჭირდებოდა არჩევნების წინ, ასე ვთქვათ, კურსის სტაბილურობა და კურსი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ვთქვათ, ეკონომიკური ზრდის ფაქტორები და სხვა უფრო გრძელვადიანი ეკონომიკური ფაქტორები, უფრო იყო ფოკუსირებული ყველაფერი კურსთან დაკავშირებით, მაგრამ მთავრობას რო ეს უნდოდა, ეს კიდე ნაკლები პრობლემაა, ის რომ ეროვნული ბანკი ეხმარებოდა, მე თუ მკითხავ სრულიად აშკარად და დაუფარავად არასწორად მთავრობას ამ მიზნის მისაღწევად, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა ჩემს აზრით. გასაგებ ბატონ სანდროს მოსაზრება მინდა მოვისმინო ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით. თქვენ რით ახსნით ამ პროცესებს, ბატონ სანდრო? მე ამას ცოტა სხვა კუთხით შევხედავ და ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავ. მთავრობის მიერ გამოცხადებული იყო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომელიც არის მთავარი გამოწვევა ამ 4 საარჩევნო ახლად არჩეული მთავრობის 4 წლის იურისდიქციისა. მთავრობამ ჩემდა გასაკვირად აერჩია ამ მიზნის მისაღწევად სხვა ღონისძიებებთან ერთად სუსტი ეროვნული ვალუტის სტრატეგია. მე მეჩვენება, რომ ეს არის დიდი შეცდომა და რატომ? როცა ასეთი ქვეყანა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ირჩევს სუსტი დოლარის პოლიტიკას, ეს გავლენას მსოფლიოზე, გლობალურ მასშტაბში მსოფლიოზე ახდენს. თქვენ იცით, რომ ყველა სანადირელო ბირჟაზე ნედლეული სფასი კოტირდება ამერიკის შეერთებული შტატების დოლარში და ასე რომ ამას აქვს უზარმაზარი გლობალური გავლენა, მათ შორის მეორე სარეზერვო ვალუტაზე, ევროზე. როცა ასეთ სტრატეგიას დახურული ქვეყნები მიმართავენ, ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყნები, როგორიც არის თქვათ ირანი ან თურქეთი, რომელთა ექსპორტი გაცილებით აღემატება იმპორტს, ამასაც აქვს თავისი ახსნა. მაგრამ როცა ასეთი სტრატეგია არჩეული არის საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, სადაც იმპორტი მრავალჯერ ჭარბობს ექსპორტზე, მე მეჩვენება, რომ ეს შექმნის ძალიან დიდ სირთულეებს სამომავლო თუკი სიტუაცია კარდინალურად არ შესრულდება. გასაგები, აი რა სირთულეებს გულისხმობთ? სადამდე მე გულისხმობ სირთულეებს, ძალიან დიდ სირთულეებს. ჩვენ ვართ ენერგეტიკის შემომტანი ქვეყანა რა. დოლარის ლარის ასეთი კურსის მკვეთრი დაცემა აშკარად გამოიწვევს ტარიფების გადახედვას. ეს დააწვევა ჩვენს მოსახლეობას. გარდა ამისა, იმპორტირებული საქონელი გაძვირდება, რაც სამოხმარებლო კალათაზე იქონიებს ზეგავლენას. არადა მინიმალური პენსიების, მინიმალური ხელფასების კოტირება არ ხდება ცხოვრების დონის გაუარესებასთან ერთად. ასე რომ ეს მოსახლეობაზე ძალიან დიდ გავლენას იქონიებს ჩემის აზრით. ღმერთმა ქნას, რომ მომავალ თვეებში, უახლოეს თვეებში სიტუაცია გამოსწორდეს. ახალი წლის შემდეგ, თუნდაც ახალი ბიუჯეტის დამტკიცების
შემდეგ, როცა მთავრობა მართლაც რეალურად დაიწყებს ეკონომიკის მართვას. ბატონ გიგა, რაც შეეხება ინიციატივებს პრემიერ-მინისტრის, ჩვენ ამაზე პირველ ნაწილშიც ვისაუბრეთ, თქვენი აზრიც მაინტერესებს ორივე სტუმრის ამ საკითხზე. ბატონ გიგა, თქვენგან დავიწყოთ. რას ფიქრობთ ერთობლიობაში ან თუნდაც ცალ-ცალკე პუნქტების მიხედვით ამ გეგმაზე, რა მიგაჩნიათ ამ გეგმაში, ასე ვთქვათ, პერსპექტიული და რა სრულიად განუხორციელებელი? კი ბატონო, მაგას მოგახსენებთ, მაგრამ დიდი პატრიოტიზმის მიუხედავად ბატონ სანდროსთან არ შეიძლება რომ არ დავტოვო უპასუხოთ ბატონ სანდროს აზრი, რომ თითქოს მთავრობა რა სპეციალურად სტრატეგიულად არჩევს დაბალი ლარის კურსს და მე შინე რომ ესე არ არის სინამდვილეში, იმიტომ რომ ეს ჰიპოთეზა ბატონ სანდროს მაშინ გულისხმობს იმას, რომ თითქოს რაღაც აკონტროლებს მთავრობა სიტუაციას და მე მგონი მთავრობა ეხლა სიტუაციას ვერანაირად ვერ აკონტროლებს. მე მგონი პირიქით გაექცა ყველანაირი სადავე კონტროლის მთავრობას და ეს დასუსტებული ლარი მე მგონი რომ მთავრობის ქმედების რაღაცა გამიზნული შედეგი არ უნდა იყოს, მე ესე მგონია. ეხლა რაც ნახოთ მომავალი გვიჩვენებს. კი ბატონო, ნახოთ კი ბატონო. მეორე რაც შეეხება ეხლა იმ ეკონომიკური ინიციატივებს, ჯამში ეს ეკონომიკური ინიციატივები მავნებლობებია მავნებლობებზე. მე ჩემის აზრით ეს არის რაღაცა ნაზავი ძალადობრივი მეთოდებისა ეკონომიკაზე, რაღაც გაუფიქრებელი ზომები, რომლებიც იმის საპირისპირო შედეგს დადებს, ვიდრე ვითომ რაღაც განზრახვაა. რამ გამოიწვია საერთოდ ეს ინიციატივები თქვენი აზრით? პანიკამ. ლარის კურსის საკითხმა თუ მთავრობა აპირებდა რომ ამ მიმართულებით წასულიყო და უბრალოდ ახლა იპოვა, ასე ვთქვათ, შესაბამისი მომენტი, რომ ეს ეთქვა საზოგადოებას? მე მგონი რომ ნაზავი ამის, მაგრამ პანიკა ძირითადად ზოგადი მიმართულება მთავრობის არის უფრო რაღაც მეტი რეგულაციისკენ, უფრო მეტი ინტერვენციული დამოკიდებულება აქვს ბიზნესში ჩარევისკენ, ის რაღაც ავგრძალოთ, ეს რაღაცა დაუშალოთ, აქ რაღაც რეგულაცია შემოვიტანოთ. აი ეს არის მთავრობა უკვე რაც 2012 წლის მერე ძირითადად მუდმივად რეგულაციების გამკაცრება. აქ გრძალვები ყველგან. და ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ გადასახადების საკითხით საინტერესო აქციზი, ხო? კატასტროფაა. რა გავლენა შეიძლება კონდეს? აი თქვენ მავნებლური უწოდეთ აი ამ ინიციატივებს, აი აქციზის საკითხი რა ნაწილში იქნება მავნებლური? რა გავლენაც აქვს გადასახადების აწევას ეკონომიკაზე, ეკონომიკური ზრდის შენელებას. სხვა გავლენას გადასახადების აწევაზე სხვა გავლენას ვერ ექნება ვერანაირად. მაგრამ რო დაუბრუნდე ისე ვთქვათ იგივე ბანკების მიმართ რასაც აკეთებენ, ჯერჯერობით საოცრად გაუფიქრებელი სიგნალი გაუშვეს, როცა თქვენს რომ დოლარის ცეცხლებს ხალხს გადაუყვანენ ლარში, ხო? ისე ფაქტობრივად ამით აღიარა მთავრობამ, რომ ხალხს ეუბნება, რომ ნუენდობით ლარი დასუსტება, ამიტომ ჯობია რომ თქვენ გასასტუმრებელი ლარში გქონდეთ ცეცხლი, ვიდრე მთავრობაში. ამიტომ ახლა ჩვენ დაგეხმარებით იმაში, რომ თქვენი გასასტუმრებელი ცეცხლი იყოს ლარში, იმიტომ რომ ლარი დასუსტება. ანუ ფაქტობრივად თვითონ მთავრობა აღიარებს, რომ ჯერა რომ ლარი დასუსტება, მე ხოც თანს ამბობს, რომ გამყარდება. მაგრამ პროცესს დაერქვა ლარიზაციის პროცესი, ანუ შინაარსი სრულიად სხვა საპირისპიროა ახლა თქვენი ლოგიკის მიხედვით, რასაც მივიღებთ. ეს არის კოჭლი მცდელობა, რომ რაღაცნაირად ნდობა დაბრუნდეს ლარის მიმართ და ნდობა ლარის მიმართ დრაკონული მეთოდებით ვერანაირად ვერ დაბრუნდება. ეს ზომები რაც შემოტანილი, ეს ყველაფერი ძირს უთხრის სინამდვილეში ლარს, იმიტომ რომ აშკარად ვხედავთ მიდრეკილებას მთავრობისა, რომ ჩაერიოს იმის რომ ძალით ანუ ვირსპიტნა ეჯავრებოდა ცხვირში ატენიდან რაღაც ეს ლარი გასაგებია. მოდით ბატონის ბატონის სანდროს მოსაზრებებიც მოვისმინოთ ამ ინიციატივებზე. რით არის ნაკარნახევი ეს გეგმა, რომელიც კვირიკაშვილმა წარმოადგენს? პირველ რიგში მე ამას გეგმას ვერ დავარქმევ, ეს არის გეგმის თეზისები. გეგმა რომ ვნახო, უნდა გათვლები ვნახო და შესაბამისი ეკონომიკური
რეფორმების შინაარსი, რასაც ჯერჯერობით ვერ ხედავ. მე მეჩვენება, რომ ჩვენ ეკონომიკა საერთოდ სტრუქტურული ცვლილება ჭირდება, გეზი უნდა იყოს აღებული სწრაფ განვითარებაზე, და ბატონმა გიგამ ჩემზე კარგად იცის თუ რა მეთოდებით უნდა განხორციელდეს ასეთი სწრაფი განვითარება და როგორ შეიძლება ის იყოს უზრუნველყოფილი. ოღონდ ის რომ ლარიზაციის გეგმა არის შემოღებული ქვეყანაში, მე ეს მომწონს და მომწონს არა ვთქვათ ეკონომიკური, არამედ მსოფლმხედველური თვალსაზრისით. კონსტიტუციით ჩვენი ვალუტა არის ქართული ლარი და ამიტომ ჩემი აზრით ნებისმიერი ქმედება და ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ქვეყნის შიგნით და ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში შეეხება სხვა ვალუტას, არის ანტიკონსტიტუციური. ამ თვალსაზრისით მე ვთვლი აბსოლუტურად სწორედ, რომ კრედიტებიც ლარებში უნდა იყოს გაცემული და კრედიტები ლარებში უნდა იყოს გასწობრებული. ოღონდ აი ძველ ვალებთან მიმართებაში რამდენად მართებულია ასეთი ლარში გადახდა, მე ეს არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში თუ ესეა, მაშინ მთავრობამ თავის თავზე უნდა აიღოს აი იმ მოსალოდნელი ეკონომიკური დისბალანსის თვირთი. გასაგებია. მინდა თქვენი ახსნა მოვისმინო აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით, რატომ წავიდა ამ გზით მთავრობა? მე ამ თვალსაზრისით ბატონ გიგას ვეთანხმები, რაც უფრო მაღალი იქნება გადასახადი მით ქვეყნისთვის უარესია, ოღონდ ზოგიერთ ნაწარმზე აქციზი მართლაც უნდა იყოს შემოღებული, მათ შორის, თუმცა მე თვითონ ძალიან აქტიური მწვეველი ვარ თამბაქოს რა თქმა უნდა ნაწარმზე. აი რაც შეეხება ალკოჰოლზე, მე ეს არ ვიცი, არა ვარ ამ ალკოჰოლიური სასმელების ეკონომიკის სპეციალისტი, ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით, ოღონდ აქციზის შემოღება ნავთობპროდუქტებზე ნუ ქვეყნისთვის ჩემი აზრით საზიანო იქნება. ბატონ გიგა, აი ჩვენ ახსენეთ ერთხელ რეფორმა, რომელიც შეეხება რეინვესტირებას და მეორე მხრივ აქციზის განაკვეთის ზრდა. აი ერთიან ეკონომიკურ პოლიტიკას თუ შევხედავთ, რაღაც ორი სხვადასხვა მიმართულებაა, ხომ? აი რატომ ხდება ეს თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ხედვის ნაკლებობას და თანმიმდევრულობის ნაკლებობას მთავრობის მხრიდან. აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, იმიტომ რომ მართალია ერთადერთი რაც მომწონს, რასაც ეს მთავრობა აკეთებს, არის მოგების გადასახადის გაუქმება. მიმაჩნია რომ რაც უფრო დაბალი იქნება გადასახადები და რაც უფრო მეტი გადასახადი გაუქმდება, მით უფრო მეტი ფული დარჩება ეკონომიკაში და მით უფრო პროდუქტიულად იქნება ეს ფული დასაქმებული იმის მაგალითად რომ მთავრობაში წავიდეს ეს ფული გადასახადების სახით და მე მთავრობამ რაღაცა მავნებლურ პროგრამებზე დახარჯოს ფული. მეორე მხრივ ხდება აქციზის მატება. ხო, რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ეკონომიკური ზრდა არა გვაქვს, პოპულისტური ბიუჯეტი გვაქვს, ხარჯები დიდი გვაქვს, დაპირებები გავეცით ძალიან ხელგაშლილი, ამის დასაფინანსებლად სადღაც რაღაცა გადასახადი უნდა იყოს მომატებული, ხო? მოგების გადასახადი მაშინ გადაწყვიტეს, რომ გაეუქმებიათ, როცა ცოტა სხვა მომენტი იყო და ისედაც რაღაც პოლიტიკური ზეწოლაც იყო, ყველა ლაპარაკობდა გადასახადების შემცირებაზე, მაშინ და მთავრობასაც მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა და შეიძლება მართლაც ვიღაცა გულშემატკივრობდეს ამ ნაბიჯს მთავრობაში, მაგას არ გამოურიცხავ მოგების გადასახადის დაწევას. მაგრამ სხვა გადასახადებს ვერაფერს ვერ მოუმატებენ, იმიტომ რომ არსებობს თავისუფლების აქტი, მოგეხსენებათ, რომელიც ზღუდავს გადასახადების მომატებას რეფერენდუმია საჭირო და აქციზ კიდე ეს არ შეეხება, ამიტომ ეს აქციზი არ დაბალიღობია, ასე ვთქვათ და როცა გაუჭირდებათ, როცა საჭიროა რომ ეს რაღაცა ხელგაშლილი დაპირებები გაცემული რაღაცნაირად დაფინანსდეს, იქით საყოველთაო ჯანდაცვა და აქეთ რაღაცა დამატებითი ხარჯვები განათლების საძლეო მე არაფერი არ მაქვს, მაგრამ თუ ვინოს გონია რომ თუ ამ განათლების სამინისტროს უფრო მეტ ფულს მივაყრით, ამის შედეგად განათლება გაგვიუმჯობესდება, ძალიან ვცდები. ბატონ გიგა, აი თქვენ მიესალმეთ და თქვით რომ მოგწონთ ეს რეფორმა, რომელიც მოგების გადასახადს შეეხება, მაგრამ აი ასეთ ვითარებაში ახლა რა ეკონომიკური მდგომარეობაც გვაქვს.
საერთოდ აზრს ხომ არ კარგავს ეს რეფორმა? რა შედეგი შეიძლება ამან მოიტანოს? დარჩება კი ის მოგება ბიზნესს, რომელმაც შეიძლება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას? კი, თუ სწორად გავიგეთ, თქვენ კი ხო ფაქტიურად რამდენ გვიშველის თუნდაც მოგების გადასახადის გაუქმება, ხო? და მართლა გითხრათ, მე მეგონი თქვენ კითხვაში უკვე პასუხიც იყო რაღაცნაირად დავეთანხმები მაგ პათოსს, რომ ეს ამ ერთი ცალკე აღებული, ასე ვთქვათ, ერთი პატარა ზომით, მაშინ როდესაც ამის საპირისპიროდ არის ასობით რაღაცა მავნებლობები, რა თქმა უნდა, ჩვენ ფონს ვერ გავალთ. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ფუნდამენტური პრობლემები გვაქვს, გარდა იმისა, რომ მთავრობა ყავს არაკომპეტენტური და ხელით შერჩეული ერთი კრიტერიუმით, რომ ერთგულება დაუმტკიცონ ივანიშვილს და მეტი ფაქტობრივად კომპეტენცია მეორეხარისხოვანია, აქა გვაქვს კიდევ სერიოზული ფუნდამენტური პრობლემა ინვესტიციების მოზიდვით და გახლავთ სწორედ ის აბსოლუტურად არამერიტოკრატული გარემო ქვეყანაში, როცა ყველა შტოს ძალაუფლებისა აკონტროლებს არაფორმალურად ერთი ადამიანი. გასაგები. გვავიწყდება, რომ ეს არის თავი და თავი პრობლემის და ხანდახან ამას არ განვიხილავთ ხოლმე და ცოტა შემოლაწუნება გვჭირდება, მე მგონი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე უფრო დიდი ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყანას ბატონ სანდრო, აი ლარის კურსი იმ ნიშნულზე როგორზეც თუნდაც დღეს არის. აქციზის განაკვეთის ზრდა, საწვავის ფასის მომატება, ტარიფებს შეეხება, როგორც თქვენ ვარაუდობ და ასე შეგვიძლია კიდევ გავაგრძელოთ, ხომ ეს ჩამონათვალი. და მეორე მხრივ მთავრობის დანაპირები სწრაფი ეკონომიკური ზრდის შესახებ. აი ეს როგორ ჯდება ერთმანეთთან ეს ორი საკითხი, პერსპექტივას რას ხედავთ უახლოეს მომავალში თუნდაც? მე მაინც არ შემიძლია ბატონ გიგას არ შევეპასუხო. ბატონი გიგა მკვეთრად უარყოფითად, მკვეთრად კრიტიკულად არის განწყობილი. მე ამ ბიუჯეტს პოპულისტურს არ დავარქმევდი, სოციალურად ორიენტირებულს დავარქმევდი, იმაში ცუდი არაფერი არ არის, რომ ქვეყანაში შემოვიდა საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა და მეც როგორც ნაწილობრივი პენსიონერი ამ დაზღვევით ძალიან ფართოდ სარგებლობ. ეხლა რაც თქვენ ბრძარეთ, ეს შეიძლება განხორციელდეს, შეიძლება ვერ განხორციელდეს, ეს არის დამოკიდებული თვითონ იმ რეფორმებზე, რომელსაც მთავრობა განახორციელებს ეკონომიკაში. მე გითხარით თქვენ, რომ ეკონომიკას სჭირდება სტრუქტურული რეფორმები. თუ გნებავთ ერთ-ერთი თქვენთან ინტერვიუს სიამოვნებით ამ რეფორმების პათოსს დაუთმობ, მაგრამ ამ მოკლე ინტერვიუში ამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია. თუ ეს რეფორმები განხორციელდა და განხორციელდა სწორედ, მაშინ ეკონომიკური ზრდა იქნება. თუ კი რეფორმები არ განხორციელდება, მარტო აქციზის მომატება ყოველგვარი სტრუქტურული ცვლილებების გარეშე ჩვენს ეკონომიკაში ნამდვილად ეკონომიკური ზრდა მიღწეული არ იქნება. ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განახორციელებს მთავრობა ეკონომიკის მართვას მის ხელს არსებული კანონიერი მეთოდებით. ბატონმა გიგამ ასევე კიდევ ერთ საკითხზე ბრძანა, რომ მას მიაჩნია, რომ არ არის ეს მთავრობა კომპეტენტური ეკონომიკის მიმართულებით. ამაშიც არ დავეთანხმები ბატონ გიგას, მე აი ეს პრემიერ-მინისტრი ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი მგონია, რომელიც არსებობდა საქართველოში, ვთქვათ, ზურაბ-ზვანიას შემდეგ, ყოველ შემთხვევაში აწონილი, პოლიტიკურად ძალიან დაბალანსებული, ემოციურად დაბალანსებული პიროვნება და ის 1000 ჯერ იფიქრებს და მერე ლაპარაკობს. ეხლა იმ თეზისებში, რომელიც ეკონომიკის ზრდას ეხება, ეს მოსახლეობისთვის მოცემული და არაპროფესიონალისთვის მოცემული თეზისებია. მე ვერც დადებითად, ვერც უარყოფითად, როგორც თქვი, ვერ შევაფასებ, ვინაიდან ამას სჭირდება ღრმა ანალიზი და ამას სჭირდება კონკრეტული ეკონომეტრიკული მასალის ნახვა, რომელიც ჩვენ ხელთ ნამდვილად არ არის. ვნახოთ რა, საერთოდ არსებობს წესი, რომ მთავრობას უნდა მიცე 100 დღე და მერე დაიწყო მისი ქმედებების შეფასება. ვნახოთ როგორი ლარი. არა, ეს მე მეჩვენება რომ არა ხართ მართალი, მე მეჩვენება რომ ახალი ეტაპი დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, არა, ყოველ შემთხვევაში ამ პრემიერ-მინისტრმა ეხლა მიიღო მართლაც ლეგიტიმაცია, უკაცრავად ბატონ გიგა. ახლა მიიღო ლეგიტიმაცია და ვნახოთ როგორ გამვითარდება მოვლენება, რა ნიშნულზე იქნება
იქნება სამთვეში ლარი, რა როგორი იქნება ეკონომიკა და როგორი იქნება საერთოდ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. იმასაც არ დავეთანხმები მე იმასაც, რომ ეკონომიკური წინსვლა გასვლით კურსს განაპირობებს. ეს ნაწილობრივ ესე არ არის და გასვლითი კურსის მართვა არის შესაძლებელი. ეს დამოკიდებულია ფართო ფულის მასაში, უცხოურ ვალუტაში არსებულ მასას და ეროვნულ ვალუტაში არსებულ მასას, ბატონმა გიგამეს ძალიან კარგად იცით და ამ მასის ცვალებადობით, ოდნავი ცვალებადობით შეიძლება კურსის შესწორება. ეს არის ეროვნული ბანკის პრეროგატივა და ეროვნულმა ბანკა, იგი აბსოლუტურად მართალია, დამოუკიდებლად უნდა მართოს ეს სისტემა, ოღონდ მართოს იქიდან გამომდინარე, თუ რა შედეგის მიღწევა უნდა მას. გმადლობთ და დასასრულს ბატონ გიგას მივცემ სიტყვას მთავრობის კომპეტენციასთან დაკავშირებით მგონი რაღაცის დამატება სურდა. არა, მე ფიციმწავს ბოლო მაკვირვებს, იმიტომ რომ ეს მთავრობა ყავს უკვე მეხუთე წელია, ეს პრემიერ-მინისტრი ყავს უკვე მესამე წელია, იგივე ადამიანი იყო ეკონომიკის მინისტრი უკვე იქამდე კიდე, ამიტომ ამ მთავრობის კომპეტენციაზე ჩვენ შეიძლება ერთმანეთს არ ვითანხმობთ, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ამ მთავრობამ ვერაფერი ვერ შეძლო იმისთვის, რომ მეტნაკლებად შემსუბუქებინა ის მართლაც არსებული ნეგატიური ტრენდები, რომელიც რეგიონში არსებობდა, სოფლიოში არსებობდა, ამის შესაძლებლობა ჩემს აზრით ვერაფერი ვერ შეძლო და ამ მთავრობის დაპირებები თანმიმდევრულად ცდება და ამ მთავრობის პროგნოზები მტყუნდება. თუ სწორად მივხვდით თქვენ, ანუ კვირიკაშვილის გუნდს, კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს არ განიხილავთ რაღაც ცალკე პერიოდად. ერთიანობაში მოიაზრებთ თლიანად ქართული ოცნების მმართველობას და მის ეკონომიკურ მიმართულებებსაც. ჯერ ისეთი და რომ იმიტომ რომ ღარიბაშვილის ადმინისტრაცია სულ სხვა პოლიტიკას ატარებს. კი, მაგრამ კვირიკაშვილი რამდენი ხანია პრემიერ-მინისტრია? წელიწადი და რამდენი. ხო და რა მივახსენეთ ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში. კიდევ უფრო შენელებულ. მაშინ ღარიბაშვილი უკეთესი უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ღარიბაშვილის დროს იყო ვიდრე კვირიკაშვილის, თუ ესე წავიდა. ასე რომ მე არ ვიცი რატომ უნდა დაუკრათ ტაში კვირიკაშვილს, შედეგი ვერანაირად ვერ დადო კვირიკაშვილმა, შესაბამისად ჩემი დამოკიდებულება მათი კომპეტენციის შესაძლოა. ეს ერთი, მეორე ვინ იყო კვირიკაშვილი იქამდე, ან ვინ იყო თუნდაც რომელიმე მინისტრი იქამდე, ხო იყვნენ ივანიშვილის ახლობლობიდან წამოვიდა, ხო? პიროვნულად კი არ ვამბობ, უბრალოდ შერჩევის კრიტერიუმი ამ ხალხის იყო ივანიშვილისადმი ნდობა და ეს ყოველთვის მოგცემს შედეგს იმას, რომ საუკეთესო ხალხი კი არ იქნება შერჩეული საქმესთვის, არამედ იმ ვიწრო წრიდან იქნება შერჩეული, რომელიც აკმაყოფილებს ამ ერთ კრიტერიუმს. წინა ადმინისტრაციაში როგორ ხდებოდა პრემიერ-მინისტრების შერჩევა? ვისი? წინა ადმინისტრაციაში. რა ჯერ წინა ადმინისტრაციაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ესე იგი თქვენ მეთანხმებით, რომ როგორც თქვა, სააკაშვილი არჩევდა პრემიერ-მინისტრებს, მაშინ ეხლა არჩევს ივანიშვილი. ესეა, ხო? არ ვიცი. ალბათ ესე ხო, მაგას ამბობთ, ხო? არა, მე ვამბობ კომპეტენტურობას. არა, მაგას თუ გულისხმობთ, კი ბატონო, ესე იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ის სააკაშვილი იყო არჩეული პრეზიდენტი. ვინ არის დღეს ივანიშვილი? ადამიანი